მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღეს 2025 წლის 29 მარტია. მალე მოვა ის დრო და რომ არ დაგვავიწყდეს რომელი წელი და რომელი დღეა. იმედია მადლობა გადაუხადეთ უფალს თქვენს ცხოვრებაში ახალი დღისთვის. რაც არ უნდა იყოს, სიცოცხლე ყველაზე ძვირფასია, რაც ადამიანს გააჩნია. ღმერთმა ასე გადაწყვიტა. თუ მადლობა არ გითქვამთ მისთვის, მაშინ არც ჩემს ინტერვიუს უყუროთ. დღეს მინდა ვისაუბრო ძალიან საკამათო თემაზე, რათა აგიმაღლოთ წინააღმდეგობის სულისკვეთება. მე ყოველთვის გიბიძგებ სხვადასხვა თემაზე დაფიქრებისკენ. ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ ეს არ მაინტერესებს. ასე სამჯერ პარლამენტშიც ვიქცეოდი. და როცა მე რად ვიყავი არჩეული. ზოგს გიჟი ვეგონი. ზოგს კოლომოისკი და ზოგიერთი ახმეტოვი ამწვავებდნენ ამ თემას თავიანთ სატელევიზიო გადაცემებში. ჩემზე ლამისა ამბობდნენ, თითქოს ადამიანებს ვჭამდი. მოკლედ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მე ვიმსახურებ იმ საკითხების განხილვას, რომლებიც წამოვწიე, რადგან ისინი პროვოკაციულია და რა თქმა უნდა ნერვებს უშლის ხელისუფლებიდან ბევრ ადამიანს. ასეა დღესაც. მართლა სასაცილოა და თან ძალიან სამწუხარო იმის ყურება, რაც ხდება მსოფლიოში და პოლიტიკაში. თუმცა ყველა დამეთანხმება, რომ ყველაზე ძლიერი და ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა მსოფლიოში 100 წელზე მეტია დემოკრატიის შუქურა. ღმერთო ისეთი პატარა ბუზი დაფრინავს. ისრაელში დღეს ცხელა. და ეს ამერიკის შეერთებული შტატებია. რატომ გახდა ის დემოკრატიული? და ასეთი ძლიერი ეს ცალკე თემაა. და ამას ჩვენ არ შევეხებით. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ იმ ადამიანების აზროვნება, რომლებიც იმ დროს წყვეტდნენ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ამერიკა. მათ გაათავისუფლეს მონები. იმიტომ რომ იქ ჩადიოდნენ ადამიანები, რომლებიც თავისუფლებაზე ოცნებობდნენ. ისინი ზუსტად ასეთი გემიდან იყვნენ, რომელმაც ისინი ზღვაზე გადაიყვანა ქარიშხლებით. ბევრი დაიღუპა, მათ ბორკილები მოხსნეს. ისინი ოცნებობდნენ თავისუფლებაზე და შექმნეს თავისუფლების მოყვარე სახელმწიფო. თავისუფლება კი ყველაფერს აკეთებს. წარმოებაც, მეცნიერებაც, ყველაფერი ვითარდება. რადგან როცა ადამიანი თავისუფალია, ღმერთმა ჩვენში ჩადო ეს შესაძლებლობა. როგორც ბიბლიაში წერია, ჩვენ მის ხატად და მსგავსად ვართ შექმნილი. წარმოუდგენელი პოტენციალი გვაქვს. ადამიანს აბსოლუტურად ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ხოდა მათ აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთეს და ქვეყანა ისეთ ძლიერ სახელმწიფოდ აქციეს, რომ მას მთელი დემოკრატია ეყრდნობა. თქვენ იტყვით, რომ ევროპაშიც და სხვა ქვეყნებშიც არის დემოკრატია. დიახ, ასეა, მაგრამ ის მაინც შორს არის ამერიკული დემოკრატიისგან. ამერიკაში ძალაუფლება იყოფა. ეს ნიშნავს, რომ მოსამართლე, პროკურორი ამას აუცილებლად გამუდმებით გასწავლით და ხელისუფლების სხვა შტოები, პოლიცია არავის ემორჩილება. მათ აქვთ მოვალეობები, რომლებსაც ასრულებენ და თუ რომელიმე მერი ან პრეზიდენტი ან არ ვიცი ვინ დაურეკავს მოსამართლეს და ეტყვის, მიდი ცოტა მიაწექი ამ ადამიანს, თორემ ზედმეტად ალაპარაკდა. მოსამართლეს კი დაურეკავს, მაგრამ ციხეში ჩასვამენ პრეზიდენტს ან მერს კი არა. არამედ იმ მოსამართლეს, რომელიც FBI-ს არ დაურეკავს და არ იტყვის, რომ მან ასეთი ზარი მიიღო. როგორ გავაკეთოთ ეს? არ მგონია ახლა ეს გაინტერესებდეთ. თუმცა ამას მოგიყვებით, მოგწონთ თუ არა, მაგრამ მაინც გავაკეთებ. ხო და ყველაზე ძლიერი ქვეყანა ამ მსოფლიოში. მისი დაიმდროინდელი SSRK-ს წყალობით, მაგრამ ძირითადად ამერიკის დამსახურებით. ახლა მამაჩემი, რომელიც მთელი ომის განმავლობაში ომობდა, გამინაწყენდებოდა. ქვეყნების უმეტესობა არ საუბრობს გერმანულად, არამედ საკუთარ ენაზე და ისინი აშენებენ საკუთარ ეკონომიკას და საკუთარ დემოკრატიას.
და როდესაც მაკრონმა ცოტა ხნის წინ დაიწყო ტრამპთან კამათი, ამ უკანასკნელმა ხაზგასმით შეახსენა, რომ არა ამერიკა, საფრანგეთი დიდი ხნის წინ ისაუბრებდა გერმანულად. და როდესაც ომი დაიწყო, ჰიტლერმა ყველაფერი სწორად გამოთვალა. ის წავიდა ევროპაზე, რომელიც ერთი გასროლის გარეშე დანებდა მას. და ყველა ფილმი, რომელიც აჩვენებს თუ როგორ ებრძოდა ეროვნული წინააღმდეგობა ნაცისტებს, სისულელია. ებრაელებს გაზის კამერებში ყრიდნენ. მაგრამ თავად, მადლობა ღმერთს, რომ არ მომისმენენ, მათ არ იციან ჩემი ენა. არაფერი აინტერესებთ. იმიტომ რომ მათ ქვეყნებში დემოკრატია არ გამყარებულა. რადგან თავისუფლების ისეთი მუხტი, როგორიც ამერიკაში იყო, არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა. და რა ხდება დღეს? მოვიდა ტრამპი და მას აქვს ბევრი სხვადასხვა იდეა. ეს იდეები იწვევს წინააღმდეგობას პრეზიდენტებში, რომლებიც თავს კეისრად გრძნობენ ევროპის ბევრ ქვეყანაში. ისინი აღშფოთებულები არიან და ხშირად სამართლიანად, ახალი გადასახადებითა და ტარიფებით. თუმცა მათ დაავიწყდათ, რომ დღეს ისინი თანდათან სხვა კოალიციაში შედიან. ანუ ამერიკა არის უკრაინის დემოკრატიისა და თავისუფალი ცხოვრების ერთადერთი იმედი. ერთმა სულელმა მიპასუხა კომენტარებში, როცა დავწერე, რომ უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც შვეიცარიაში. მაგრამ მე არ მინდა, ჩვენ არ გვინდა. ბევრი პატრიოტი, რომლებსაც სუსტი გონება აქვთ, ამბობს, რომ ჩვენ არ გვინდა მათნაირები ვიყოთ, ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ უკრაინელებივით. საღორეში. თუ ასეა, რატომ მისმენ და კომენტარსაც წერ. მიდი და სხვას მოუყევი მაშინ. კარგი. არ მინდა ადამიანებს ვაწყენინო. შესაძლოა ის ჩემზე ჭკვიანია. ღორებმა მას რაღაც უთხრეს. კარგი. ხოდა დღეს ძალიან დიდი საფრთხე არსებობს რუსეთის თავდასხმისა და უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის შედეგად. ამერიკის წინააღმდეგ კბილებამდე ბირთვული იარაღით შეიარაღებული ორი უზარმაზარი კოალიცია იქმნება. რუსეთი და ჩინეთი, რომელიც დღეს უკვე უსწრებს ამერიკას წარმოებით. იქნება რიცით, გაარკვიეთ. და ჩრდილოეთ კორეა, რომელიც არაფერს აკეთებს, გარდა ახალი ტიპის იარაღების შექმნისა. დიდი ქვეყანაა. არ იფიქროთ, რომ სერიოზული არაფერია. 25 მილიონ ადამიანზე მეტია. ისინი მალე მიაღწევენ იმას, რომ ტყვიასთან ერთად გამოფრინდება ბირთვული იარაღი. შემდეგ ევროპა აღშფოთდა. ახლა ჩვენ გავზრდით იარაღის წარმოებას და თითქმის დამოუკიდებლად დავიცავთ თავს რუსეთისგან. ვერ დაიცავთ თავს. თქვენს თავს ვერ დაიცავთ. უკრაინა თავს დაიცავს, იმიტომ რომ პატრიოტიზმის სულისკვეთებაა. არსებობს სურვილი ისტორიაში პირველად შეიქმნას ჭეშმარიტი ქვეყანა. თქვენ კი დიდი ხანია ლუდი დალიეთ და სიგარას ეწევით. ახლა შესაძლებელია ნებისმიერი უთანხმოება მოგვარდეს ერთმანეთს შორის. მაგრამ მხარი დაუჭირეთ. მანამ სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება და ყველაფერი საბოლოოდ თავის ადგილას არ დაბრუნდება. გააკეთეთ ყველაფერი, რომ შემთხვევით არ აღმოჩნდეთ ჩინეთთან კოალიციაში. თორემ ნახევარი ევროპა ჩინურად ილაპარაკებს, ხოლო მეორე ნახევარი, რომელიც რუსეთთან უფრო ახლოსაა, რუსულად. მცირე ნაწილი კი სადღაც ბულგარეთში ან რუმინეთში ისაუბრებს კორეულ ენაზე. და ეთაყვანება კიმ ილ სუნგს. მოდით მოვიფიქროთ რა ვქნათ.
პრობლემა დიდი და სერიოზულია. და მისი განხილვა, მათ შორის უკრაინელების მიერ, დიდი ევროპული ქვეყნის და ქართველების მიერ, სადაც ისინი ასევე მოისმენენ ჩემს გამოსვლას, მნიშვნელოვანია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ დემოკრატიული ფრაქციის და მისი წარმომადგენლების ობამას და მოხუცი ბაიდენის მმართველობის დროს, რომელსაც ერთხელ საათნახევარი ვესაუბრე, და ამ საუბრით არ ვიყავი აღფრთოვანებული. კარგი, არა საუბრით, არამედ მისი რეაქციებით. ამერიკა დაეცა. ძალიან დიდი შიდა ვალი აქვთ. მას ფეხზე დადგომა სჭირდება. როცა ომი დამთავრდება, გაერკვიეთ როგორც გინდა. მაგრამ კოალიცია ნათელი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკა უკვე გეგმავს ნატოს დატოვებას და ევროკავშირის დიდი პოლიტიკოსები ამბობენ, საერთოდ იქ რა ესაქმება მას. ჩვენთვის თავად ვევართ ნატო. ღმერთო, მე ხომ თქვენ გიცნობთ. ნახევარ მსოფლიოში ნამყოფი ვარ. ბევრ ევროპულ ქვეყანას შორის დიდი სხვაობაა. ქვეყნების ნაწილში უკვე ჩნდება კორუფცია, რადგან სხვა ქვეყნებიდან შემოდის ამდენი ხალხი. მათ შემოაქვთ საკუთარი მენტალიტეტი, განუვითარებლობა, თავისუფლების არცოდნა. და არიან სხვები, როგორიცაა საფრანგეთი, სადაც კორუფცია თან ბევრი. და მანდ უკვე მეტი არაბია, ვიდრე თავად ფრანგი. პრობლემები არსებობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკითხავია, რომელ კოალიციაში ურჩევნია არაბებს ყოფნა. ვისაც არ ესმის, რომ თავისუფლება ყველაფერია. თავისუფლების არქონა კი ბევრი ადამიანისთვის სიკვდილს ნიშნავს. მოდით გავაზიაროთ რჩევები იმაზე, თუ რა არის საუკეთესო გზა ახლა და რა პოლიტიკა უნდა გაატაროს ევროკავშირმა ამერიკის მიმართ. განსაკუთრებით ეკონომიკაში. და ხაზგასმით სწორი სიტყვებით და დახვეწილი დიპლომატიით. წარმატებებს გისურვებთ და არ დაგავიწყდეთ მშობლებს დაურეკოთ. მათი გული ეს კომპიუტერზეა ნაჩვენები მარჯვენა მხარე. სინამდვილეში მარცხენა მხარეა, სადაც ისცემს მათი სული. მას თქვენი ხმის გაგონება სურს. მათთვის სულ ერთია, რას მოუყვებით. მთავარია არ იწუწუნოთ თქვენს პრობლემებზე. თითქოს არც გაგაჩნიათ ისინი. ყველაზე ბედნიერი ადამიანი ხართ. მადლობა, რომ ამ სამყაროში მოგავლინეს, აღგზარდეს. ყველაფრისთვის. მათ უნდა გაიგონ თქვენი ხმა. გისურვებთ კარგი დრო გაატაროთ და გაითვალისწინოთ, რომ 74 წელს უახლოვდები. დღითი დღე სულ უფრო მეჭერს გამოსვლა. და გულწრფელად რომ გითხრათ, დიდად არც მინდა, რადგან მე ვერ მოვაგვარებ გლობალურ პრობლემებს იმ სტატუსის გარეშე, რომელიც დავწყევლე. არ მინდა ჩინოვნიკი ვიყო. უფალო, რა კოშმარია. როცა ვიხსენებ ამ დიდებას, ფულს და ძალაუფლებას, რა ტკბილი იყო ეს ყველაფერი. და რა შედეგებს ვიმკი ახლა? უბრალოდ ჯანმრთელობა გავინადგურე. ასე რომ, მოусმინეთ და დააკომენტარეთ. თქვენი აზრი უნდა ვიცოდე. იმიტომ რომ ყველა ჩემს გამომწერს, რომელთა რაოდენობაც მალე მილიონს მიაღწევს, პატივს ვცემ. მთელი გულით ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. უფალმა ბედნიერი შაბათი და კვირა მოგცეთ.